დღეს UFC Mexico საქართველოს დროით პირველი საათიდან დაიწყება პრელიმები და მთლიანი კარდის განმავლობაში პრელიმებიდან main card-ამდე მე ვიქნები live-ში. მექნება fight companion-ი და ვისაც გაგისწორდებათ შეგიძლიათ შემოხვიდეთ, უყუროთ ერთად და დავარეაქტოთ ფაითები ერთად. მანამდე კი ჩემი პიკები ამ კარდზე უცებ რო გადავხედოთ, ხოლო მთლიანი პროგნოზები ამ ბრძოლების სრული განხილვა მაქვს გაკეთებული ჩემს YouTube არხზე, SosoPix MMA-ზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. უცებ ჩქარში გეტყვით ჩემს სამ საუკეთესო პიკს ამ კარდზე, რასაც წყალი არ გაუგო. პირველი არის პრელიმების ბრძოლა რაიან განდრა ჟოზე მედინას წინააღმდეგ. რაიან განდრა აკეთებს დებიუტს UFC-ში და არის მომავალი პროსპექტი, რომელიც უპირისპირდება ჟოზე მედინას, რომელსაც აქვს ბოლო 4 ჩხუბი UFC-ში ჩატარებული კონტენდერების ჩათვლით და 4-ვეში აქ წაგება. ბოლო 2-ში ფინიშით. ბრძოლაში მარტივად განდრა გადაულის მედინასა და აფინიშებს. მეგი გვაქვს main card-ის ბრძოლა უკვე ანხელ პაჩეკო სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ. დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს ამ ჩხუბში, რაც წინაში. სანტიაგო ლუნა 21 წლის მექსიკელი პროსპექტი, რომელსაც ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში და ფინიშით აქვს ნოკაუტით აქვს მოგებული და უპირისპირდება ანხელ პაჩეკოს, რომელიც ძალიან გავს ჟოზე მედინას. მასაც აქვს UFC-ში 2 ბრძოლა ჩატარებული კონტენდერების ჩათვლით, კონტენდერები და ერთი ბრძოლა UFC-ში და 2-ვეში წაგება. მარტივად ანხელ პაჩეკო არის UFC-ში იმისთვის, რომ პროსპექტებს რანკი გაუზარდოს და კიდევ ერთი გამარჯვება დაუმატოს მოგებათა სიაში. მომეცით სანტიაგო ლუნა ფინიშით ამ დაპირისპირებაში. ჩემი ბოლო მესამე 100%-იანი პიკი არის იმანუელ როდრიგეზის ფინიში კევინ ბორჰასის წინააღმდეგ. სიტყვაზე მენდეთ ეს ბიჭი არის მექსიკის ახალი სუპერსტარი და ძალიან ბევრს მიაღწევს UFC-ში. ეგრევე თავის დებიუტში ძალიან გამოცდილი ბორჰასი ეყოლება, არ ვამბობ რომ ადვილად მოუგებს. ისე როგორც მას ჩვევია ხოლმე პირველ რაუნდში, მაგრამ აუცილებლად უპოვის გასაღებს მეორე მესამე რაუნდში ძალიან გამოცდილ კევინ ბორჰას. სულ ეს იყო ჩემი 3 100%-იანი confident პიკი და როგორც თქვი, ვისაც გაინტერესებთ სრული ბრძოლების განხილვა, შეგიძლიათ ნახოთ ჩემ YouTube არხზე.